64 დედამიწაზე. თუმცა მანამდე გავიხსენოთ პირველი ნაწილი, სადაც ვიყავით ბანგკოკში, ვნახეთ გრანდ პალასზე, ბაზარი მატარებლით, ბაზარი ნავებით, ვისეირნით სპილოებით, ჩავეხუტეთ ვებოს, ჭამეთ ნიანგი, ვირბოლეთ ტუკტუკებით, გამოცადეთ გიჟური ქალაქური ღამეები და ჩამოვედით ფუკეტში, ეს ჩვენი ავტობუსი, ეს ჩვენი ხალხი და სასტუმრო და ისევ ბოლომდე გამოფხიზლებული არ ვარ და კარგად არ მიძინე, იმიტომ რა თქმა უნდა მშრალი ღამე არ იყო და რა თქმა უნდა დილით ადრე ვიყავით გამოსაშველები, სულ რაღაც 7:30-ზე და მომასწარი სულ რაღაც 27 წუთით გამოძინება, მაგრამ არავის აილანდში თავარი მოგზაურობის დღეები არის წინ. ასე რომ ეხლა ერთადერთი რაც მინდა არის ცოტა გამოძინება და მე დაიწყება ყველაფერი. პირველი დღე ფუკეტში სასტუმროში კარგად გამოძინებაში გავატარეთ. იმიტომ რომ ამ ღამეს სამდღიანი ელექტრონული ფესტივალი EDC ტაილანდი იწყებოდა. ფესტივალზე 5 სხვადასხვა სტეიჯი იყო, რომლებიც ერთმანეთისგან ჟანრობრივად განსხვავდებოდა. შესაბამისად, აქ გართობას ნებისმიერი ელექტრონული მუსიკის მოყვარული ადამიანი შეძლებდა. უზარმაზარი და მრავალფეროვანი ტერიტორია, უდიდესი და ულამაზესი სცენები, ცნობილი და ყველასთვის საყვარელი დიჯეები, უამრავი განსხვავებული და პოზიტიური ადამიანი. აქაურობა მოიცავდა ყველაფერს, რაც ფესტივალების მოყვარულ ხალხს წარმოგიდგენია ხოლმე. ფესტივალისგან განსხვავებით, რომელმაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, ალბათ ყველასთვის მოსალოდნელი იყო თუ რა მდგომარეობაში აღმოჩნდებოდი მე. მე მაპატიეთ მეგობრებო, რომ ესე მდგომარეობაში მხედავთ. უბრალოდ გუშინ ფესტივალის პირველი დღე იყო, სადაც წესით ხიზალი ვრჩებოდი, იმის გამო რომ დღეს აი ესე ადრეულად მიწევს გასვლა ჯეიმს ბონდის კუნძულზე, მაგრამ ფესტივალია. ესე გამოვიდა. სანამ იქამდე მივალთ, კარგ მდგომარეობაში აღმოჩნდები და რა თქმა უნდა საუკეთესო კადრებში მოგთავაზებთ. გზაში 40 წუთი გავატარეთ, რამაც საშუალება მომცა კარგად გამომეწინა და უკვე ხიზამ მდგომარეობაში მოვხვედრილიყავი ჩვენ სიახტაზე, სადაც სასმლით სავსე მაცივარი, უპოზიტიურესი გამყოლები და ძალიან დიდი სიჩქარე გველოდა. პირველად ვარ ესე ფჩკარდავზე. სულ რო აქამდე არ გამოფხიზლებული ყავია, ეხლა გამოფხიზლდებოდი. იმედი მაქვს კადრში კარგად ჩას როგორ ვიქრით. თუ არა დაიხმებს გაიგებდით. ესეც კიდევ ერთი ექსტრემალური გამოცდილება მოკლედ. სიჩქარემ და ლამაზმა ბუნებამ მიუხედავად არასასურველი ამინდისა, კარგი განწყობა შეგვინარჩუნა და ასე მივედით ამ ტურის პირველ გაჩერებაზე. ფანგა ბეის ნაციონალური პარკის ერთ-ერთ ლაგუნაზე, სადაც კაიაკებით გამოქვაბულებში გასეირნება გველოდა. ამის დავტოვე თავი. სად შემოვედით? არ მჯერ ამ ყველაფერს რომ უყურებ რეალურად და რაღაც პინტერესტის სურათი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი გველამაზებოდა, ყველანი ხვდებოდით, რომ კარგი ამინდის დროს აქაურობა ბევრად გასაოცარი იქნებოდა. მაგრამ წარმოდგენაც არ მქონდა თუ რა სილამაზეში მოხვდებოდით რამდენიმე დღეში, როცა ტაილანდის ტროპიკულ ბუნებას მზიან ამინდში ვნახავდით. ნავების საცოვში პირველად მოვყევი გამოქვაბულში. მაგარი. მარტო ერთი რაღაც მაკლია ხა აქ მზე და დარწმუნებული ვარ მზეში 10 ჯერ, ან 100 ჯერ უფრო ლამაზი იქნებოდა აქაურობა. იახტაზე დაბრუნებისას სიჩქარე ჩვენთვის მოულოდნელი აღარ იყო და ცოტა ხანში ისე შევეჩვიე, რომ ასე გავთამამდი. ნელ-ნელა გარშემო ყველაფერი უფრო მეტ ხიბლს იძენდა. ჯეიმს ბონდის კუნძულზე მისვლისას კი ამინდთან ერთად ჩვენ ჯგუფში მყოფი ადამიანების ცხოვრება შეიცვალა. რა კარგი ადგილია ესეთი გადაწყვეტილებების მისაღებად. თავიდან პირველ დუბლში ცოტა დაფიქრდა და შემეშინდა ხوار გადაიფიქრა თქო. მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ყველაფერი კარგად დამთავრდა, მაგრამ ეს ტური ჯერ არ დამთავრებულა. რატო შეიძლება ერქოს კუნძულს ჯეიმს ბონდის კუნძული? იმიტომ ხო არა რომ შემთხვევით ჯეიმს ბონდი გადაიღეს აქ? არა, არ მგონია. სხვა რაღაც იქნება ბიზნესი. ხაო პინგკანის კუნძულს ჯეიმს ბონდის სახელი მას შემდეგ დაერქვა, რაც 1974 წელს გადაღებულ ფილმში კაცი ოქროსი არ არის. ჯეიმს ბონდი ამ კუნძულს როგორც ბოროტმოქმედის თავშესაფარს ესტუმრა. ფილმისგან განსხვავებით, ამ კუნძულს დღესდღეობით უამრავი ადამიანი სტუმრობს. უაზროდ დიდი ხანია ვეძებ ლოკაციას აი ამ პატარა ტერიტორიაზე იმისთვის რომ განმარტოვდე და რაღაცნაირად სუფთა კადრი გადავიღო, მაგრამ აზრი არ აქვს, ასე რომ პატარა რჩევას მოგცევთ, ნუ დაელოდებით ხალხს, იმიტომ რომ ერთი თუ წავა მეორე მოვა, მეორე თუ წავა მესამე მოვა. ასე რომ ისე გადაიღეთ სურათები, რომ მე მარტივად წაშლადი იყოს მოკლედ ადამიანი. თუ გინდათ რომ ცარიელი იყოს თქვენი სურათი. დეჟავუ მაქვს ამ სიტყვების თქმა რომ იწევს, რაც უფრო მეტად გამოდის მზე, მით უფრო ლამაზი ხდება აქაურობა. როგორც ზანზიბარში, რამდენჯერ ვახსენე ვიდეოში ზანზიბარი, ძალიან შემიყვარდა ეს ზანზიბარი.
ზანზიბარი. ვისაც არ გინახავთ ზანზიბარის ვიდეო, გადადით, ნახეთ და მიხვდებით რატომ შევიყვარდა ზანზიბარი. მეც აღარ ვიტყვი ზანზიბარზე აღარაფერს. ზანზიბარი. კაი. ჯეიმს ბონდის კუნძულზე ლამაზი ბუნების გარდა უამრავ აქსესუარს თუ დასამახსოვრებელ ნივთს ნახავთ. მაგალითად ოქროსფერ სათამაშო იარაღებს, რომლითაც ყველაზე ჯეიმს ბონდური სურათების გადაღება შეძლებთ სანამ კუნძულს დატოვებთ და ისე უსწრაფესი იახტით მოხვდებით შემდეგ გაჩერებაზე. კოპანიის წყალზე აშენებულ სოფელში. კოპანი მე-18 საუკუნეში თევზჭერით მცხოვრებმა მუსლიმმა მეზღვაურებმა დააარსეს. დღესდღეობით მოსახლეობა 1600 ადამიანამდე აღწევს. სოფლის სახლები, მაღაზიები, რესტორნები და სკოლაც კი წყალში ხის ბოძებზე დგას, რაც მას უნიკალურ და ძალიან შთაბეჭდავ იერს აძლევს. ტურისტებისთვის კი ეს ადგილი პოპულარული გაჩერებაა, სადაც სოფლის კულტურის გაცნობასთან ერთად შესაძლებელია ადგილობრივი უგემრიელესი კერძებისა და ზღვის პროდუქტების დაგემოვნება. ისე გავერთე დრონის კადრების გადაღებაში და იმდენი კადრი გადავიღე. შიგნით შესვლა აღარ დამცავდა, დრო აღარ დავრჩა. მაგრამ ჩემი აზრით დრონის კადრებითაც ნათქვამია ყველაფერი რა. სოფელში ენერგიების აღდგენამ და მზის გამოსვლამ სასიმღერო და საცეკვაო განწყობაზე დაგვაყენა. რაშიც ჩვენი იახტის კაპიტანიც იდეალურად აგვყვა. და ჩვენებური ჰანგებით მივადექით ნაკას კუნძულსაც. ჩამოვედით, უყურეთ, ჩამოვაგდით ჩვენი ჯგუფი. ქართველები რო ვართ, ეგრევე დაგვეტყო ქართული ჰანგებით მოვედით. ყველა ჩვენ გიყურებდა, იმიტომ რომ ჩვენსავით ეს ერთიანად დავინამღერის ხოლმე. აქაც როგორც სხვა კუნძულებზე, არ მხოლოდ ამ ქვეყანაში, იგივენაირი გამოცდილებების მიღება შეგიძლიათ, გულსხმობ იმასო შეგიძლიათ მოსხდეთ, სადღაც ლამაზ ადგილზე მიირთოთ საჭმელი, ან სადღაც ლამაზ ადგილზე გადაიხოთ სურათი. ძალიან კარგი ფოტოპოინტებია მოწყობილი. კიდე შეიძინოთ სუვენირები, იქირავთ ჯეტსკი, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ, ამ არხის გამომწერები თუ ხართ, აუცილებლად გეცოდინებათ, რა ესეთი რაღაცები არის ბევრგან. ეხა მე დროა GoPro ავიღო და შევგვარგოთ წყალში. ნაკას კუნძული ამ ტურის ბოლო გაჩერება იყო, სადაც დარჩენილი დროით სანაპიროზე განტვირთვა, ზღვაში შესვლა, დიდად არ მოწონება და ნაკლებად სუფთა წყლის ნახვა შევძელით. მაგრამ ამ ყველაფერს ჩვენს განწყობაზე გავლენა არ მოუხდენია, იმიტომ რომ ამ ტურის მთავარი სანახაობა, ფიფის კუნძულები, ჯერ კიდევ წინ გველოდა. უკან დაბრუნების და სასტუმროში მოწესრიგების შემდეგ კი ფესტივალის მეორე დღეზე წავედით, სადაც რომ არ დაგვეგვიანა, რა თქმა უნდა, მოპედი ტაქსები გამოვიყენეთ. მემზადები რა დასალება. ვედროთი იყინება სასმელი. ეს დღე ფესტივალზე კიდევ უფრო კარგი იყო. თავიდანვე თითქოს ყველა სცენაზე ჩვენთვის სასურველი მუსიკა იკვრებოდა. განათებას და სხვა ვიზუალების თითქოს უფრო ლამაზი იყო და ფესტივალს უფრო მეტი განსხვავებული ადამიანი შემოემატა. ხოლო ჩემთვის ამ საღამოს განსაკუთრებულად ერთი ვიღაცა აქცევდა. ჩემი თინეიჯერობის ერთ-ერთი საყვარელი DJ, რომელმაც ელექტრონული მუსიკა და ზუსტად ისეთი ფესტივალები შემაყვარა, რომელსაც თითქმის ყოველდღე YouTube-ზე ვუყურებდი და რომელზეც ამ წუთას ვიყავი. Skrillexის სცენაზე დადგომის შემდეგ კი აი ეს მოხდა. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საოცნებო, ლამაზი და ბედნიერი წუთები, რომლის რეალობაში გამოცდაც დღემდე მიჭირს რომ დავიჯერო. რაც შეეხება მომდევნო დღეს, ჯგუფური ტური არსად ვქონდა დაგეგმილი. შესაბამისად, კარგად დავისვენეთ და საღამომდე ქართულ რესტორანსაც ვეწვიეთ, სადაც დიდად ვერ აღვფრთოვანდით, მაგრამ ჩვენებური სამზარეულო სურვილი დავიკმაყოფილეთ. მოგვიანებით კი, რა თქმა უნდა, ფესტივალზე მივედით და ისე გავერთეთ, როგორც ბოლო დღეს შეეფერებოდა. ფესტივალმა იდეალურად ჩაიარა. მომდევნო დღეს კი დილიდანვე კამალას სანაპიროზე და მასზე მდებარე ბიჩქლავში განდვირთვა გადავწყვიტეთ.
კაფე დელმარში დღის განმავლობაში მშვიდი და დასვენებისთვის შესაფერისი გარემოა, სადაც შეგიძლიათ ისიამოვნოთ აუზით, კომფორტული ლაუნჯით და რა თქმა უნდა კამალას სანაპიროთი, რომელიც მიუხედავად მისი სილამაზისა, საერთოდ ვერ შეედრება ფიფის სანაპიროებს, რომელსაც სულ ცოტა ხანში ნახავთ. რაც შეეხება საღამოს, აქაურობა გამორჩეული ივენთების ადგილად გარდაიქმნება, სადაც მოწვეული დიჯეები ულამაზეს გარემოსთან ერთად განსაკუთრებულ მუსიკალურ ატმოსფეროს ქმნიან. და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჯგუფს კიდევ ერთი დასამახსოვრებელი საღამო ჰქონდა, გადავწყვიტე, რომ ეს იყო ამ მოგზაურობაში პირველი დღე, როცა არ უნდა დამელია. რასაც საერთოდ არ შეუშლია ხელი იმაში, რომ ჯგუფს გართობაში ბოლომდე ავყოლოდე. ესეც მე, ფხიზელი საბა და დღეს უკვე შემიძლია თამამად მოგაწოდოთ ინფორმაცია თუ რა ხდება ფუკეთში. სად ვართ ზოგადად? მოკლედ ეს არის ჩვენი სასტუმრო, The Key, ესე ქვია. სხვათაშორის ძალიან მაგარია, პირდაპირ ოთახიდან შეგიძლია ფეხი გადმოდგა და აუზში ჩახტე. მაგრამ რა არის მთავარი? დღისით ხო კარგია ხა ეს კადრები რო განახეთ სასტუმროს, მაგრამ ფუკეთი ღამის ქალაქია. შესაბამისად აქედან ინფორმაცია რომ მოგაწოდოთ ღამის ქალაქი რო არის, სასტუმროს გვერდით არსებული ქუჩაც გვიტყვის ამ ყველაფერს. აი ესეთი სიცოცხლე, აი ესეთი განწყობა, ჰელი ღამე გრძელდება აქ. იქამდე გრძელდება, სადამდეც ჩავთ. იმდენ ადგილზე შეგიძლიათ გაერთოთ, რომ დამიჯერეთ, მანამდე თქვენ თვითონ დაკარგავთ თავს. ეხა კიდევ უფრო ხმაურიან ქუჩაზე გავდივარ. ეხა შეიძლება კადრში ისეთი რაღაცები შემოვიდეს, რაც შეიძლება YouTube-მა დამიბლოკოს და არ ვიცი საერთოდ შეიძლება თუ არა ჩაჯდეს. Hey, where are you from? Thailand, yeah. Where you from, brother? I'm from Georgia. Oh, good. You know about it? I know. I like, yeah. What do you like the most in Georgia? Georgia. I don't know, brother. So you don't know Georgia. ეს მომატყუებდა ბიჭო ეხამე. ეგრე ჩალიჩობე რა, ეგეთია მარკეტინგი. ყველაზე კარგი კლუბი თელს ამ ქუჩებზე არის აი ეს. Illusion-ში არის ხომე ყველაფერი საუკეთესო. ყველა კარგი DJ ჩამოდის და უკრავს Illusion-ში. ნუ შესაბამისი პასიც არის ხომე შესვლა. ასე რომ კარგი გართობა თუ გინდათ, უნდა მოხვიდეთ Illusion-ში. მაგრამ რეკომენდაციაში ჩავსვათ ეს. დევამონტაჟებ ამ ვიდეოს და ჩემ თავს ვეუნები. საბა, დაახატე ზემოთ რეკომენდაციის ნიშანი. კაია, მოწეს. ფუკეტი არის ზიგიჟე. აქ რო ჩამოდიხარ, შანსი არა აქედან ისე წახვიდე, რომ დასამახსოვრებელი გამეები არ შეიქმნა რა. აი ამ ხალხრავლობას შეხედეთ, ეხლა არის ღამის 4 საათი ფუკეტში და აი ეს ხდება. ეს არასდროს არ თავდება, გრძელდება მთელი ღამე. ასე რომ თუ გინდათ ძალიან მაგარი გართობა, ფუკეტი არავის შემთხვევაში არ გაწყენინებ. გამოახციე. იქ რო შედიხარ, იქიდან გამოსვლა ისეთი რთულია. ერთი იმიტომ რომ დიდია ძალიან და ბევრი რაღაცა მაქვს ანახავ. მეორე იმიტომ რომ გინდა რომ სადღაც გაჩერდე, აი სადღაც გინდა რომ მოილხინო რა. ან მოილხინო და ან გოხტებით ახლა. ძალიან მაგარი კიდე ის არის, რომ ეს ქუჩა დამთავრდა. ეს არის სასტუმრო, რომელშიც ყველამ კარგად გამოვიძინეთ და მომდევნო გამორჩეული დღისთვის მომემზადეთ. ამ დღეს განსაკუთრებულად მსოფლიოში პირველი მცურავი ბიჭკლაბი აქცევდა. იონას მრავალდონიანი კლუბი მისი თემატური და განწყობისთვის შესაფერისი გარემოთი გამოირჩევა. აქ ნახავთ ბარს, რესტორანს და 22 მეტრიან საცურავ აუზს, რომელიც საცეკვაო სივრცის ნახევარს ფარავს. და რაც მთავარია, დღის ნებისმიერ მონაკვეთში მოისმენთ მუსიკას, რომელიც ძალიან კარგია. მოკლედ, იონაზე გქონდა ყველაფერი, რაც ჩვენი ჯგუფისთვის იდეალური გართობის გარანტი იყო. შესაბამისად, თავიდანვე ყველაფერი მსუყედ დავიწყეთ. იონაზე დროის გასვლასთან ერთად იცვლება გარემოც და ნენელა სხვადასხვა გასართობი ელემენტები ემატება. ყველაფერი უფრო ლამაზი და სასიამოვნო ხდება, რაც განწყობას გაუჩერებლად ამაღლებს. და საღამოს, როცა ხალხის რაოდენობა იმატებს, იქმნება ისეთი ატმოსფერო, რომელში მოხვედრაც უმეტესობას ერთხელ მაინც გვინატრია. ამ დღეს იონა ბიჭკლაბმა ფუკეტში ყველაზე დასამახსოვრებელი საღამო გვაჩუქა, ხოლო მომდევნო დღეს ამ მოგზაურობის მთავარი სანახაობის დროც მოვიდა. უკვე ფხიზელი ვარ, ასე რომ ფიფიზე მივდივარ მაქსიმალურად გამოფხიზლებული, გამოძინებული, ძალიან კარგი განწყობით და ულამაზესი რაღაცების ნახვის მოლოდინში. მე მგონი, ძალევა ისე იქცა, რომ რამდენი გრამი გინდა, რამდენი ლიტრი გინდა, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. უკვე წყალივით არა და ესე უპრობლემოდ დავდივართ მე დილის ტურებშიც. წავედით ახლა ფიფიზე, მაგრამ მაინტერესებს როგორ გეძებ. ფიფის კუნძულებზე მოსახვედრად იგივე პორტში მივედით, საიდანაც ჯეიმს ბონდის კუნძულზე გავემგზავრეთ. ჩვენი შქაროსნული იახტა კი ჩემთვის
უკვე ჩვეულებრივი იყო, რასაც ვერ უთქვი ჯგუფის სხვა წევრებზე. და ამ ამაღლებულ ნოტაზე მივახლოვდით ჩვენს პირველ ლოკაციას, სადაც ყველაფერი უკვე ზედმეტად ლამაზი იყო. შემოვაბიჯეთ მოკლედ ამ მწვანე წყალში, იმისთვის რომ მოვხვდეთ მაიმუნების კუნძულზე. და ვნახოთ მაიმუნები. რა კაცები არიან, რა ტიპები არიან. გენაცვალეთ. ვიდი რა პრობლემაა, კაცო. მაიმუნების სანაპიროს ტურისტებისთვის გამორჩეულ ადგილად აქ ცხოვრები მაკაკები აქცევენ. ისინი ოჯახებით თავისუფლად გადაადგილდებიან კუნძულზე და ადამიანებთან ურთიერთობასაც არ ერინებიან. ცნობის მოყარების გამო კი ნივთების მოპარვაც ძალიან უყვართ. ამ დროს ყველაზე მეტად რაც მაბედნიერებს არის ის, რომ სახლში მოვაკითხეთ ამ ცხოველებს, სადღაც გალიაში არ არიან გამოკეტილები. სტუმრები ვართ აი ამ ულამაზეს ადგილზე მოკლედ ამ ცხოველებთან. და თან ესე ნახო უფრო ლამაზია. იმიტომ რომ ყველაზე მეტად თავიანთი თავები არიან, როცა სახლში იმყოფებიან. მიუხედავად მაკაკების მეგობრული გარეგნობისა, ხშირად ისინი აგრესიულებიც არიან და მათთან შეხება რეკომენდებული არ არის. მოდით აბა, ხელში რაც მაქვს, მაგას არ მოგცე. არა, მიკროფონი დაგევასა. არა. მიკროფონს ვერ მოგცე. აბა, ხომ უნდა ჩავწერო ხმა? ძალიან დაინტერესდა მიკროფონით. იმედია ხმას იწერს. ვერაფერს ვერ მოგცევ. ჭირდება. ტელეფონზეც გაიჭი. გეყოფათ, ჩავუხდით. თქვენ იცით, ეგ ნივთები რო ახიეთ ხალხს, კარგად გამოიყენეთ. ის სიგარეტებს. აბა მაიმუნების სანაპიროს შემდეგ ფიფის ერთადერთ დასახლებულ კუნძულს, ფიფი დონს მივატეკით. მოკლედ, ფიფი არის საერთოდ სხვა რამე, იმიტომ რომ აქ არის ბედნიერება. აქ არის ის სიხარული, ის ფერები, ის ბუნება და ის ყველაფერი, რის გამოც ტაილანდში მოვდივართ ხოლმე. თუ ქალაქური ცხოვრება არ გინდა ბანგკოკში, მაშინ ვირჩევთ აქაურობას. ანუ ფიფის ფუკეტშიც არის ზღვა, ფუკეტშიც არის სიმწვანე. კი, ძალიან კარგია და უნდა იყო კიდევაც ფუკეტში, უნდა გაჩერდო ნახო და გამოცადო, მაგრამ ფიფის არის ბედნიერება. მოკლედ, ამ ფერების შემოყურე, მუდმივად კარგ ხასიათზე ვიქნებოდი. აქ რო ცხოვრობდი რა, აქ რო ვიყო. კარგი, ეხლა რა ხდება ფიფიზე? რასაც მე ვუყურებ. ამდენი ხანია მოვდივარ ლიანად გავყევი ამ ბულვარივით რაღაცას. პირველ რიგში რასაც ვამჩნევ, ეს არის ფერები. ყველაფერი ფერადი აბსოლუტურად. ვერაფერს ვერ ნახავთ აქ ისეთ, რაც ცუდ ხასიათზე დაგაყენებთ. ამ კუნძულზეც ისევე როგორც სხვაგან, შესაძლებელია რომ შეიძინოთ შოვენერები. ასევე რა თქმა უნდა შეგიძლიათ რომ გამოიკვებოთ კარგად, იმიტომ რომ როგორც დაინახავდით, ეხლა ამდენი ხანია მოვდივარ, უამრავ კვების ობიექტს ჩავუარე. იახტურებიც არის, დაიუნგის ტურიც არის, სნორკლინგიც არის. მოკლედ, რაც უკავშირდება წყალს, ყველაფერი აბსოლუტურად. ასე რომ ფიფიზე თუ მოდიხარ, ხარ მაქსიმალურად ნესიებოვნები ადამიანი. როგორ არ მინდა ხოლმე რომ აი კარგი რაღაცები ვლაპარაკო სულ, მაგრამ სხვანაირად არ გამომდის, რა ვქნა. ისეთ ადგილებში ვხვდები ამ ტურის გადამკიდე, რომ ცუდად ვერ ვლაპარაკობ. აი ხო შეიძლება ვთქვა, ფუ ეს სად მოვედი. თქვენც ალბათ მიხვდებით, რომ არ ვიტყუები, იმიტომ რომ კადრებს ნახულობთ და თქვენც ხვდებით, რომ მართლა კარგია ყველაფერი. მოკლედ, წყალთან ვართ, წყალზე ვიყავით, დრონის კადრებს ნახავდით და ეხლა დროა რომ წყალში შევიდეთ. აი ესეთი თეთრი ქვიშა გვაქვს და მეორე რამე რაც ყველაზე მეტად მიყვარს. წვანეზე. აი ხა შევეცდები მიგახვედროთ რადონის ბედნიერება. ჩემი სამოგზაურო სიის პირველ ადგილზე ყოველთვის იყო ტაილანდი. კონკრეტულად კი ფიფის კუნძულები. და ის სხვა ყველა ხო ბედნიერია, ეხლა ისე სოყვართ. მაგრამ წარმოიდგინეთ მე როგორი ბედნიერი. ამ ყველაფრის ნახვის და გამოცდის შემდეგ უკვე ძალიან ბედნიერი ვიყავი, მაგრამ ყველაფერი ახლა იწყებოდა და ასე შევაბიჯეთ ტაილანდური 64-ის კარიბჭეში. ეს კუნძული ამ მოგზაურობის მთავარი სანახაობა და ყველაზე ლამაზი ადგილი იყო, სადაც კი ოდესმე ყოფილვარ. კუნძულთან გაჩერების შემდეგ კი რა თქმა უნდა ბევრი არ გვიფიქრია და ეგრევე წყალში გადავეშვით. ერთი ტანვისო რა, სადავა? რა ადგილზე ვარ? საცურა. აქაურობა არის 64 დედამიწაზე. ყველაფერი იდეალური იყო. წყალში ნებიურობის და სამოთხისებური სილამაზით გმობის შემდეგ კი მაია ბეიზე გადავინაცვლეთ, რომელიც ფიფის კუნძულების ყველაზე ცნობილი სანაპიროა, რის გამოც მას უამრავი ადამიანი სტუმრობს. ამდენი ხალხი ერთად არ მახსოვს ბოლოს როდის ვნახე. შიგნით რა ხდება ესეთი წარმოუდგენი, ესეთი სიგიჟე რო ხდება იქედან მომავალ ხალხშიც და აქედან მიმავალშიც. ყველაზე ლამაზი სანახაობა არის აქ რატო არის ყველაზე ლამაზი? გორინენელო ხვდები. მაია ბეი ცნობილი თავის
თავისი თეთრი ქვიშით, ფირუზისფერი წყლითა და მის გარშემო არსებული კლდეებით გახდა. ეს ადგილი განსაკუთრებული პოპულარობით მას შემდეგ სარგებლობს, რაც აქ 2000 წელს ლეონარდო დიკაპრიოს მონაწილეობით ფილმის სანაპირო გადაიღეს. ეხა უკვე გასაგებია, რატომ არის მოლაშქრობაზე ეს ადგილი. ჩემი ფავორიტი მაინც ის ლოკაცია იყო, რა ნავიდე რო გადავხდით. შეიძლება დღის ისეთ პერიოდში მივედით, რომ მაგიტო იყო ძალიან ლამაზი, მაგრამ რაზე ვამბობ, რომ ამას რაღაც მირჩევნია. ანუ რა მაქვს ცხოვრებაში ნანახი? ტურისტების სიმრავლის და ეკოსისტემის აღდგენის გამო 2018 წელს მაია ბეი დროებით დახურეს. ახლა კი მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს და წყალში შეცურვა ნავების შეყვანა აკრძალულია. სანაპიროს მონახულების შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ მის მიმდებარედ მზის შესვლის დროს იახტით გავჩერებულიყავით. უკან დაბრუნებისას კი ზღვამ არაამქვეყნიური სილამაზე გვაჩუქა. რასაც კიდევ ერთი სიურპრიზი, სრულიად სარიელი კუნძული მოხდა და ჩვენი ტაილანდური მოგზაურობის ბოლო დღე და ბოლო საღამო ისე ერთჯგუფად შეკრულებმა დავამთავრეთ, როგორც მთელი ტურის განმავლობაში ვიყავით. ესეთი ტური ცხოვრებაში არ მქონია. აქ სურვილებს არ აქვს საზღვარი. ქალი გინდა, კაცი გინდა, ზღვა გინდა, სკუტერი გინდა, ფრენა გინდა, ამ ყველაფერი ერთში. ერთმანეთის საუკეთესო დღეები იყო. ვერ გამოვარჩო ფაქტურად ვერცერთ დღეს და ვერცერთ ღამეს. ნონ-სტოპ რეჟიმში იყო ყველაფერი საოცარი და დაუწყარი. სიგიჟის, გართობის, გარყვნილების. მე პირადად მიქსი განვიცადე. დატვირთული მივდივარ ემოციები, რომელიც დამამახსოვრდება მთელი ცხოვრება. ახალი ადამიანები, ახალი მეგობრები შევიძინე და გართობა იყო ზე. ჩემი აზრით ეს არის მიმართულება, სადაც საერთოდ ყველა ერთხელ მაინც უნდა იყოს ნამყოფი. ერთი სიტყვით ტაილანდი, რა ვიცი, სიგიჟე. სიფციხე. მაური. სრული სიგიჟე. აღმაფრთოვანებელი. ქაოსი, საგიჟეთი. სუპერ. გასაოცარი, ზღაპრული, არამქვეყნიური. ფანტასტიკა. 64 დედამიწაზე. ემოციების მაქსიმალურად ამოწურვის ადგილი. კაი, 4 გამოვიდა. ტაილანდში აუცილებლად დავრუნდები. 3-ჯერ, 4-ჯერ, 5-ჯერ, უამრავჯერ. სიამოვნებით დაბრუნდებოდი ისე. არ მინდა წასვლა, მინდა გითხრათ. ალბათ ეს შეგრძნებები გამყვება მთელი ცხოვრება და აუცილებლად გავიმეორებ. რაც აქ ვნახე და რაც აქ გამოგვივიდა, ალბათ ყველაზე დიდი გამოცდილება და ყველაზე ემოციური გამოცდილება იყო. ადამიანები, რომლებმაც აქ ერთმანეთი გაიცნეს, ხელი ჩაკიდეს და დღის ურის ბოლომდე ერთმანეთს არ დამშვიდობებიან და ამ წუთასაც ერთად არიან, არ ვიცი, მათ შექმნეს ალბათ ეს ტური. საერთოდ სხვანაირი ტაილანდის გამოცდილება დამანახეს, ემოციების ქვეშ ვარ, აი, გულზღავსოთ ამახსენდება ის 12 დღე, რომელიც ერთად გავატარეთ. ტაილანდი ყოველთვის იყო პირველ ადგილზე ჩემს სამოგზაურო სიაში და ამ მოგზაურობის მერეც პირველ ადგილზე დარჩება. ტაილანდის ტური ყველასთვის იდეალურად დასრულდა და თუ გსურთ რომ აღმოაჩინოთ უფრო მეტი და საინტერესო ადგილი ჩვენთან ერთად, გამოწერის ღილაკზე დაჭერა არ დაგავიწყდეთ.